მოგესალმებით საყვარელო მაყურებლებო, ეხლა გავაკეთებ გაშლა ზოგადი ერთ ვარიანტზე. რა გელოდებათ ახლო მომავალში? ზოგადად ყველა სფეროში, რაც ამოვა, იმას ვიჭვი. გავაკეთოთ, ნახოთ ეხლა აპატიებთ, რა ენერგიებში ხართ ეხლა თქვენ. სამყარო, რაღაც გლობალური ცვლილებების წინაშე ხართ. ან რაღაცა თქვენ ცხოვრებაში დამთავრდა, ან რაღაცა უკვე დაიწყო, რაღაც ეტაპი. შესაძლოა სხვა ქვეყანაში წასვლას გეგმავთ. რაღაც ამბავი გაიგეთ, რამაც იმედი გაგიჩინათ. ეს ეხებოდა წყლის სტიქია, ეს სასიყვარულო სფეროა. აქ წყვილი ამომივიდა, შეიძლება წყლის სტიქია, შეიძლება უბრალოდ შეყვარებულები. გადაწყვეტილება, მოლოდინი და აქ კრიზისია და მოლოდინი უკეთეს დროს ელოდებით. კარგად გათამაშდება აქ პენტაკლების დედოფალი, ანუ მიწის სტიქია. რა ენერგიებში ხართ კიდევ? ვერ ხართ კარგად. ვიღაცამ თითქოს ზურგში 10 დანა ჩაგარტყათ. რას ეხებოდა ეს? ვიღაცასთან პარტნიორი წავიდა. ვიღაცასთან კი რა? თითქოს გაიზარდეთ. თითქოს უცებ გაიზარდეთ, უცებ შეიცვალეთ. უცებ დაიწყეთ სხვანაირად ყურება რაღაცეებზე. ამ გაზრდამ გაგაძლიერათ, თქვენ არ მოგასუსტეთ. შინაგან კონფლიქტებში ჩაგაგდოთ, თითქოს ფასეულობები გეცვლებათ. ახლა ხართ როგორ არჩევანზე იცით, თქვენ თავზე იფიქროთ თუ რაღაცა ტვირთი აიკიდოთ. თქვენ თავზე ფიქრი რას ნიშნავს ამ შემთხვევაში, რაღაცა ახალი დასაწყისი, რაღაცა ახალი დაიწყოთ. და ტვირთი რას ეხება? ანუ თითქოს რაღაც საქმეში რომ გაიმარჯოთ, ძალიან მძიმე ტვირთი უნდა ატაროთ. რა სფეროა ეს? ვერ გავიგე. ზოგთან იქნება სულიერი სასიყვარულო, ზოგან იქნება რაღაცა ფინანსური. ესეთ ენერგიებში ხართ, თუ იცანით თქვენი თავი, გააგრძელეთ ყურება. ნახოთ ეხლა რა უნდა იცოდეთ. ვიღაც ვინც წავიდეთ თქვენი ცხოვრებიდან, აქვს გრძნობები. ვიღაცასთან გათამაშდება ასაკით პატარა პარტნიორი. თან კარგად პატარა აქ 1-2 წელზე არ არის ლაპარაკი. უნდა იცოდეთ, რომ ბედის ბორბალი ტრიალებს და რაღაცა ციკლურად მეორდება თქვენს ცხოვრებაში. რისი გაშვება თქვენი სადაც არ გინდათ. ეს შეიძლება იყოს სამსახური, ვიღაცასთან გათამაშდება, პირადი ურთიერთობა, გასაშვებია, მაგრამ არ უშვებთ, ვიღაცასთან გათამაშდება, მეგობრები, ანუ სხვადასხვა სფერო, ყველასთან სხვადასხვანაირად. მაგრამ ამან უკვე ამოჭამა თავის თავი, მაინც ეს უნდა იცოდეთ და ადრე თუ გვიან გასაშვებია. დეპრესია გაქვთ. ან დეპრესიაში ჩავარდებით. თუ არ დაიძარით წინ. რა მოვლენები გელოდებათ უახლოეს მომავალში? ავიღოთ, მე ავიღებ ერთ თვეს, თქვენთვის სასურველი გადაიღეთ. ვიღაცასთან აქ გათამაშდება, რომ შესაძლოა გაიგოთ, არა, არ შეგეშინდეთ, რა თქმა უნდა, ყველას გარდაცვალება ძალიან ცოდოა და ძალიან საშინელებაა. ვიღაცის ასაკოვანი ქალის გარდაცვალების შესახებ შესაძლოა გაიგოთ. ვიღაც ვინც ელოდებით ხელისთხოვნას, ხელისთხოვნა აქ. ახალი დასაწყისი. სამსახურთან დაკავშირებით რა ხდება? აქ არჩევანზეა ბევრი და ვიღაცა ფიქრობს დარჩეს ძველ სამსახურში თუ დაიწყოს ახალი,
გადადით ახალში. ძველძილში არაფერი გაქვთ ასე კარგი. ხილად იყავით ვიღაცამ შეიძლება შინაური ცხოველი დაკარგოს. ვიღაცამ უკვე დაკარგეთ. თქვენი ვინც დაკარგეთ შინაური ცხოველი, თქვენი ცხოველი ნაპოვნია. არ ვიცი რამდენი დაგიბრუნდებათ. მაგრამ ცოცხალია, კარგად არის. მოდით ნახოთ ახლა საქმიანი სფერო, ეგრევე მაგია მოყირავდა. სტაბილურად მიდიხართ. რაღაც ამბავს გაიგებთ. ან უკვე გაიგეთ. შეიძლება მიბლინება იყოს აქ ვიღაცასთან ან სხვაგან გადასვლა ის მოხდება, რასაც დიდი ხანი ელოდებოდით, თითქოს რაც არა მარტო ფინანსურ შემოსავალს და სარგებელს კი არა, რაღაც სულიერ კმაყოფილებასაც მოგიტანთ. თქვენ ამას დიდი ხანია იმსახურებთ, თითქოს რაღაც ვიღაცასთან იქნება დაწინაურება. ირადის სფერო ამოვიდა, ეგოისტი მამაკაცია, კონფლიქტებია და პაუზა. პაუზა, კარგად გათამაშდება ცეცხლის სტიქია, პარტნიორები ვინც ყავთ. ვისანაც პაუზა აქვს ცეცხლის სტიქიასთან, ურთიერთობა არ დასრულებულია. ტარო გირჩევთ, რომ არ დაელოდოთ და სხვა პერსპექტივები განიხილოთ, თქვენის პერსპექტივები გაქვთ ბევრად უკეთესი ვიდრე ძველი. ვიღაც წახვალთ სადღაც ქორწილში დაბადების დღეზე, შეიძლება კორპორატიული ბევრთან გათამაშდეს, მაგრამ აქ ფრთხილად იყავით. რისკია, რომ სასმლით ინტოქსიკაცია მიიღოთ. ბევრი არ დალიოთ. აქ ვინც დაცილდით პარტნიორს და დღემდე განიცდით, თქვენ თავისუფლდებით ამისგან, თავისუფლების შეგრძნებას იბრუნებთ და თავი გრძნობთ ბოლომდე შევსებულად. ვიღაცა აქ ტყუილის მსხვერპლი იყო, ოჯახი გათამაშდება ვიღაცასთან და ოჯახში იყო ტყუილი, რასთან დაკავშირებით. სამართლოდ მოგეხსნენ ოჯახის წევრები, ან ძალიან ისეთი ახლობელი ადამიანები, ვისგანაც საერთოდ არ ელოდებოდით ამას. შეიძლება მეუღლე, ცოლი, ქმარი. აქ ვიღაცა დამოკიდებულებებშია, ვიღაცა ბევრს სვავს, ვიღაცა არის რაღაცა ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ, ვიღაცასთან თამაში იქნება. ანუ აზარტულ თამაშებს გულისხმობ და აქ იყავით ფრთხილად, შეიძლება დაზარალდეთ, ვისაც გყავთ ასაახლებლოში ესეთი ხალხი, შეეცდებიან რაღაცა მოიტყუონ და იყავით ფრთხილად. ვიღაცა ფეხბურთის ამბავს გაიგებს. ზოგიერთი ფიქრებს დაიტოვოთ ბავშვი თუ არა. რაღაც საქმეზე, რაზეც დიდი ხანი ომობთ, თითქოს გამარჯვებას მიიღებთ. ვიღაც ქალთან ვისაც გაქვთ კონფლიქტი და ომი, აი გამარჯვებული ხართ თქვენ. ძალიან ბევრი მიყურებთ და გაშლა ძალიან ზოგადია, ამიტომ ვარიანტებიც ბევრია იყო ჩამოთვლილი სიტუაციებით. ამიტომ პირადად კონკრეტულად თქვენი სიტუაციის განსახილველად მომწერეთ პირადში. ყველას ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლობა კომენტარებისთვის, მადლობა ლაიქებისთვის. ეს ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის და ძალიან კარგია ჩემი არხის წინსვლისთვის. ყველანი ძალიან მიყვარხართ დროებით.